ანსამბლი გურჯაანი ინდოეთიდან დაბრუნდა. სამხატვრო ხელმძღვანელისა და ლოტბარის ილია დათუაშვილის განმარტებით ინდოეთის ქალაქი გოა ყოველწლიურად მასპინძლობს ქართულ ინდურ ფესტივალს სახელწოდებით ქეთევანი, სადაც ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ერთი ფოლკლორული გუნდიც მონაწილეობს. საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით ეს პატივი წელს ანსამბლ გურჯაანს ხვდა წილად. გასტროლი კლიანობაში კარგი გამოვიდა. ჩვენ მიმღერეთ ქეთევანი დედოფლის სახელობის ფესტივალზე. წავდექით 5 სიმღერით და რა ვიცი, მოვფიქრობ, რომ ნორმალური იყო რა. კარგად ჩაიარა ყველაფერმა. ანსამბლი გურჯაანი იმყოფებოდა ინდოეთში, ქალაქ გოაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ვისარგებლო შემთხვევით კულტურის სამინისტროს, რომლის ხელშეწყობით მოხდა ანსამბლი გურჯაანის გამგზავრება. ეს არის ინდურ-ქართული ურთიერთობები ყველა სფეროში და რა თქმა უნდა კულტურის სფეროში 9 წლად ვენერება, რომ ინდოეთში ქალაქ გოაში წამსგარიყო ანსამბლი გურჯაანი თავის საკმაოდ საინტერესო პროგრამით, ქვია ქეთევანის ფესტივალი მას და ეს არის ქართულ ინდური ურთიერთობები ყველა მხრივ და რა თქმა უნდა პირველ რიგში ახლა წავიღეთ ისეთი კარგი გამორჩეული ნიმუშები ხალხური სიმღერის და ეს რა თქმა უნდა ემსახურება ქართულ ხალხურ სიმღერას და გალობის პოპულარიზაციას. მოგეხსენებათ, რომ ინდოეთი საკმაოდ ისეთი საინტერესო ძველი ტრადიციის კულტურის ქვეყანაა, საკმაოდ დიდი ქვეყანაა, თავისი დიდი ტრადიციებით და კონდა ანსამბლს კონდა შესაძლებლობა გაცნობოდა ინდურ კულტურას, როგორც მუსიკალურ, ასევე სხვა სფეროებს, მოხდა საინტერესო შეხვედრები. და ერთი ის იყო, რომ ცოტა მცირე შემადგენლობით იყო ანსამბლი 7 მომღერლით, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამმავლო დაიგეგმა უფრო ხშირი გასვლები, როგორც მათი მხრიდან ჩამოსვლა, ჩვენი მასპინძლობით, ასევე ჩვენი ანსამბლებისა და სხვა შემადგენლობის ვიზიტი ინდოეთში და იქ ადგილობრივი ჯგუფები წარსდგა სცენაზე, ინდივიდუალური შემსრულებლები და ბიჭები ანსამბლის წევრები ძალიან კმაყოფილები დაბრუნდა, იმიტომ რომ მასპინძლობა იყო ძალიან კარგი და თბილი და ასეთ საინტერესო.